მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლოს ხტომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. თითქმის ყველა საკითხი მიმდინარე თვის 9 თვის ბიუჯეტის შედეგების შესრულებაში ეხებოდათ. ნინო ვაშალომიძე დეტალებით. ლანჩხუთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების 9 თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა. 12-ვე საკითხზე მომხსენებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოგუაძე გახდათ. ლანჩხუთის გამგებელმა აღნიშნულ ხტომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე ბიუჯეტით 9 თვის მონაცემებით 200%, ხოლო წლის ბიუჯეტი კი 108%-ით არის შესრულებული. მთავარი და ხაზგასმელი დეტალი, რომელიც საკრებულოს ხტომაზე გაჟღერდა, ის გახლავთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამატებით მოძიებული თანხებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოახერხა და ის 2.212.501 ლარით გაზარდა. გაზრდილი ბიუჯეტით კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილი აცხადებს, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხების მოგვარებას მოხმარდება. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ერთჯერად, ასევე ახალშობილთა შობიარეთა დახმარების პაკეტში თანხების დამატებაზე, სტიქიურად დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე, ასევე გაზრდილი ბიუჯეტით ადგილობრივ ხელისუფლება სოფელ სუფსასა და აცანაში კულტურის სახლის მოწესრიგებასაც აპირებს. დაგეგმილია ქალაქ ლანჩხუთის ნომერ 1 ბაღისა და სოფელ ნინოშვილის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ლანჩხუთის საკრებულომ აღნიშნულ ბოლოს ხტომაზე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულება დაამტკიცა, რითაც ხსენებული სამსახურის შექმნაზე მზაობა გამოთქვა. დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გულის სამსახურს რეგისტრაციაში გასატარებლად გადაეგზავნა. გამგებელი გია გოგუაძე კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნული სამსახურის აუცილებლობაზე და ამ სამსახურის დახმარებით საზოგადოებასთან უფრო მეტად გაადვილებულ ურთიერთობის ფორმებზე საუბრობს. ჩატარდა მორიგი სესია საკრებულოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, რაც ეხებოდა ბიუჯეტის გაზრდას 2.200.000-ით. ეს თანხა ძირითადად გაწერილი იქნება როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალურ პროექტებზე. და მე ვფიქრობ, თითეული თეთრი მიზანმიმართულად მივა თითოეულ მოსახლემდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის. იყო გამოთქმული, რა თქმა უნდა, შენიშვნებით გასაკეთებელ ობიექტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გასაკეთებელი იმდენად ბევრია, რომ ეს თანხა მაინც არ გაწვდება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ნაწილს მოსახლეობის მრავალ პრობლემას მოაგვარეს ნამდვილად. ჩვენს მიერ შეტანილი იქნა ახალი პროექტი საინფორმაციო საზოგადოებრივი ურთიერთობისა და საინფორმაციო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენი კომისიების, ჩვენი სამსახურების, საკრებულოს კომისიების, ყველა იმ ფრაქციის მუშაობას, ვინც რაც აკეთებს ჩვენი ბიუჯეტის მოსახლეობისათვის, თითოეულ ოჯახამდე იქნება მიტანილი. მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ნებისმიერ გაჭირვების შემთხვევაში მზად ვართ მოვიდნენ, დავეხმაროთ იმ პროგრამებიდან გამომდინარე იმ საშუალებებით, რასაც კანონი გვაძლევს საშუალებას და მიმაჩნია, რომ ჩვენი სამსახური ამას დეტალურად, რა თქმა უნდა, ადგილებზე ტერიტორიული ორგანოს წვუნებული თანაშემწეები ამას ყველაფერს აკეთებენ, სამსახური მან სხვანაირად მიიტანს ამას მოსახლემდე და უფრო რეალურს გახდეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარსა და საჭამიასერში საგზაო დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოასფალტების სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გიორგი სირაძის სიუჟეტი. აღნიშნულ სოფლებში საავტომობილო გზები ბოლო 20 წელია არ შერემონტებულა, რის გამოც გზაზე წვიმის დროს ნიაღვარი დგებოდა და ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა. პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავებული პროექტის მიხედვით საავტომობილო გზებზე სანიაღვრი არხები უკვე მოეწყო. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს საინჟინრო საამშენებლო ჯგუფი საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს. პროექტი, რომლისთვისაც 1.752.000 ლარია გამოყოფილი, 20 დეკემბერს დასრულდება. Მთლიანად სამუშაოების 85-90% შესრულებული არის. დამუშავდა არსებული გზა, მოიფრეზა. 20-25 წლის წინ დაგებული ასფალტის ნარჩენი საფარი იყო, ძალიან დაზიანებული და პროექტის მიხედვით დაყრა მოხდა 15-17 სანტიმეტრი, რა ქვია, შემოსული კარგი ხარისხის ხრეშოვანი მასალით, 40 მილიმეტრის ღორღით და როგორც პროექტში არის, ესე იგი, ერთი ფენა ასფალტი დაგებული არის და ყველა ხიდის რეაბილიტაცია მოხდა, მაქსიმალურად არის ბეტონის სამუშაოები.
კოხნარის საჭამიასერის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები 5 სექტემბერს დაიწყო. ასფალტის სისქე 5 სანტიმეტრით არის განსაზღვრული. ქუჩის სიგანე კი ქუჩის მდებარეობიდან გამომდინარე 4-5 მეტრამდე მერყეობს. გზისარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რიგითი საჭამიასერელები კმაყოფილებას გამოხატავენ. მაყოფილი ვარ. დავსაგდი და რაღაცა პურისმული სახში მიგვაქრა. მაყოფილი ვარ ამ გზაიდა, იმით რომ გაგვიკეთეს და ძალიან მადლობა მეუხთით ყველას, რომ ასეთი ყურადღებისათვის და კარგად მიდის ყველაფერი, კარგად საქმეები. საავტომობილო გზების მოწესრიგების პრობლემა ჩოხატაურს წლების მანძილზე აწუხებდა, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტით მდგომარეობის გამოსწორება ამ დრომდე შეუძლებელი იყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის განცხადებით, გზისარეაბილიტაციო სამუშაოები კოხნარისა და საჭამიასერის შემდეგ კიდე ორ სოფელში, ბუკისციხესა და ჩაისუბანში დაიწყება.